მოგესალმებით, მე სემი ვარ და დღეს უნდა განნახოთ ადგილი, სადაც ბევრ სერიაში არ გექნებათ ნანახი, იმიტომ რომ აქ გძინავს, აქ წერთ დავალებებს, აქ ვისვენებთ და აქ ხდება მეორე მსოფლიო ომი ორ კაცში. ანუ როგორც ჩვენ ვიცით, ძუყნაობა. რაც ჩემი ძმისთვის არასასარგებლოდ სრულდება, მაგრამ ახლა არ არის ამის დრო, რადგან მამიკო აფორიაქებულია, ჩემი ძმა ნერვებზე აღთხრილი და რა ვიცი, რაღაც ვერაფერი ვერ არის ნორმალურად. რა ვიცი, რა ვქნა, არ ვიცი. რას ბაზრობს ეს ფაიზაღი კაცი? ვერ გავიგე, რას ბუდბუტე ბიჭო, ისეშინია შენი, მაგრამ მოიცა. ეს ბიჭო ჩვენი სახლია? ბიჭო, რამდენი ხანია არ ყოფილა, რესოთახი აღარც მახსოვს, ბავშვობის მერე არ ყოფილა, ხო არ გაგიჟდით ბიჭო. მე ზღება რუპოი, რა ვახარ ჩულო. სემარადა და მეორე, რა ქვია მაგას? აქ რა გინდა, შენ ვინ შემოგიშვა, შენ ბაღლინჯო შენ, დავაი აქიდან, დავაი, გადი. მე თქვენთვის არ მithქვია, ამ ბაღლინჯო, მოკლედ გამოცდები ვერ ჩააბარა და 2 დღეა გარეძინას. ეხლაც რო ამბობს ამ ოთახში ბავშვობიდან არ ყოფილა, რომ სინამდვილეში მამამ გამწარებულზე, როცა 2000 ლარი მარტო ამის მომზადებაში დახარჯა, ადგა და ტაფა ჩაარტყა, თავში გაითიშა და ეხლა გონია, რომ 2 წელია და თელი 5 წელი ამ ოთახში არ შემოსულა. კარაჩე, როგორც თავად ამბობდა, ფაიზაღს მე კი არა ეს ბაზრობს და მაგარი შოქშია, ისე რახმებია, მაგრამ მოიცა. ტაფა უღიად, აულესია და არა, რა ორი მათრახი ელოდება ჩემ ძმას, ეგრე უნდა, მამას რო არ უჯერებს, მე ჭკვიანი ბიტივალ. ვინ არის ბიჭო ესა? შენ მეორაჯერ ჩაიჭრები და შენ განახებ, მე რო გაგიშვებ სოფელში და გაგიშვებ და დაგტოვებ საერთოდ აღარ წამოგიყვა, ხო? შენ არ გეუბნებოდი შვილო, მაგრამ მართალი ხარ, მოიცა, კანები შეგე. გაიქცა ეს თავწატლეკილი, მოდი აქ, მოდი შენი, მოიცა, გავეკიდო, აღარ შემიძლია დავიღალე შვილო თქვენ. კი, მაგრამ მოიცა, ეს ვისი ჯანდაბის ხმა არის, ან ვინ არის საერთოდ ჩვენ სახლში როგორ შემოვიდა? შვილო, დედიკო, როგორ მომენატრეთ, მოდით ჩემთან. დედა? მოიცა, ეს დედა ჩვენი ხმა? დედა ჩამოხვედი? ქეთინო?